ის კახელ თავადებთან ერთად შეექცეოდა ურმარებს. ხოლო აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, როდესაც ერეკლემ სთხოვა სამთავროებს და სთხოვა თავის შვილებს და აზნაურ თავადებს დახმარება, ხოლო სოლომონ მეორემ გამოუგზავნა 2000 მეომარი და შედეგად საქართველომ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. როდესაც ჩვენ დღეს ვამბობთ აი ტოტლებელის ამბავს, რომ ტოტლებელმა ზურგი აქცია მეფე ერეკლეს და ჯარი არ მიაშევა, ტოტლებელმა ეს გააკეთა გიორგი ბატონიშვილის შემკურებ, რომელმაც თავად არ გაუგზავნა ჯარი. ანუ ჩვენი არაკეთილ მოსურნე ყოველთვის ისარგებლებს ჩვენი ურთიერთობით დაპირისპირებით. ამიტომაც ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამარჯვებული უნდა იყოს საქართველო. ყველას ვიყვართ ჩვენი ქვეყანა. ვერავინ ვერ შეაფასებს სამშობლოს სიყვარულის ხარისხს. ამაზე დავა არ შეიძლება. ჩვენმა საქმემ და ჩვენმა ცხოვრებამ უნდა აჩვენოს სიყვარული ქვეყნისა, სიყვარული მოყვასის. ის რაც მოვყევი, ეს ჩვენს წარსულს ეხება ისტორიას, მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი ახალი უახლესი ისტორია. ამ 20 წლის მანძილზე ძალზე სამწუხარო, მე თვითონაც ზოგჯერ მწვენია ამის თქვა და აღნიშნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ დავინახოთ საფრთხე, რომლის წინაშე შეიძლება ჩვენ დავდგეთ და იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საფრთხე. მე მახსოვს, როდესაც დაიწყო სოხუმში ომი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, არა ყველა რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ამბობდა სიხარულით, აი მოვლენ აფხაზები და ნახავთ თქვენ რა დაგემართება, ჩვენ ხელს არ გვახლებენ. დღეს ქართველი თითქმის არ დარჩა აფხაზეთში. და სამწუხარო ფაქტები ყველა მხრიდან ძალზე ბევრი იყო. ერთ მოვყვები კიდევ წალენჯიხაში იყო ასეთი მღვდელი დეკანოზი რომანოზი. ძალზე საქმე და კეთილი ადამიანი. როდესაც ხედრიონი შევიდა წალენჯიხაში და სხვა ნაწილები, არა მარტო ხედრიონი, არამედ სხვაც, ისინი მივიდნენ ტაძარში და თითქოს რაღაცა განცედებდნენ. ეს მამა აიყვანეს, შეიპყრეს და შვიდჯერ გაიყვანეს დასახლებად. შვიდჯერ ხომ გაათავა მას სიცოცხლე. მას ეხუბრებოდნენ თუ აშინებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს? ვისთვის ხო
7-ჯერ დამთავრდა ცხოვრება. სამწუხაროდ ჩვენ დავუშვით შეცდომები და ერთმანეთს მივაყენებთ ტკივილიდან ჭრილობა. არ შეიძლება რომ ეს განმეორდეს. საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავის ერთად. საქართველოს ეკლესიის დამთავრებული გამოდიოდნენ და იბრძოდნენ თავისი ერის გვერდით. იბრძოდნენ უცხო ტომელის და უცხო შულის დამპყრობელის წინააღმდეგ. გამოდიოდნენ მაშინ, როდესაც ბიზანტიელები იპყრობდნენ ჩვენს ქვეყანას, ეზრა ანჩელი და სხვა დამთავრებული. გამოდიოდნენ, როდესაც სპარსები აოხრებდნენ საქართველოს რუსული მიტროპოლიტი. გამოდიოდნენ მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო. მაგრამ არასოდეს ისინი არ გამოდიოდნენ რომელიმე ურთიერთდაპირისპირებული საქართველოში ქართველთა რომელიმე მხარის მომხრე. ისინი ამბობდნენ შეცდომებზე, ამხელდნენ არასწორ ქმედებებს, ანათემას გადასცემდნენ საეკლესიო კრებები, ისე როდესაც ეს იყო ადამიანთა სხივა, გაგივა, მონობაში სამწუხარო ფაქტი საქართველოში გაუწევებული და კრებამ, საეკლესიო კრებამ დაგმო და შეამჩნევა ყველა ადამიანი, ვინც ამას მოიმოქმედებდა ან ხელში უწყობდა. მაგრამ ურთიერთდაპირისპირებას და განხილვებას სიძულვილისა და შუღლის საქართველოს ეკლესია ყოველთვის გგონდა და წინააღმდეგებოდა. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა ქართველთა ღვთის წინაშე და ჩვენი ქვეყნის მთლიანობა და მისი ბედნიერება. ამიტომაც ჩვენ ღმერთს ვევედრებით და ვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ გაგვივიდეს სიძულვილი და ურთიერთდაპირისპირება არ მიაღწიოს კრიტიკულ ზღვარს. სხვაგვარად გამარჯვებული იქნება მხოლოდ მტერი, საქართველოსი და ამით ისარგებლებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არაკეთილმოსული. ჩვენ ჯერა რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს საზოგადოებაში, ყველა ადამიანში და ჩვენ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაფრთხილების პრინციპები ღვთის შიშითა და წყალობით განვაგრძობ ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლის შენებობას. მერთმა ამის ძალა მოვცეთ ყველას. მერთმა აღმოცოთ ის ღვთის ვაცსა და წყალობას. ჩვენთან არის ყველი.
მოგესალმებით.